კიდევ მშვიდობა ყველას უკაცრავად რასაც წერდი მარიამზე ის ჩემი ტელეფონი გახურდა თუ ბატარეიდან რაღაც პრობლემა დაემართა ვიღაც ჩაერია იქ ვიღაცას გაუხარდა მაგრამ მე ჩემ სიტყვას დავამთავრო მინდა არ მინდა ნახევარზე გავჩერდე ლაპარაკი მქონდა იმაზე რომ საქართველოს და მართლმადიდებლობას ჰქონდა ასეთი ზეიმი გუშინ თუ გუშინწინ მარიამობა რომ მარიამის მადლი შეგვეწიოს მარიამი წელხვადილი ქვეყანა საქართველო და სურათები იყო გამოფენილი მარიამის ხატების მარიამი რაღაც კუბოში იწვა ბიბლია ედოზევით და მოკლედ მარიამობა და მარიამზე ლოცვები მარიამზე ხვეწნები და მოკლედ მარიამი შუამავალი ეს საიდან მოვიდა ამას ეთანხება თუ არა ახალი აღთქმა ამას აპრაქტიკებდნენ თუ არა მოციქულები ამაზე წერს თუ არა ახალი აღთქმა რამეს ას მინდოდა გამერკვია და იქ მოვიყვანე მე პირველ იმაში რაც ვერ დავამთავრე სად და სად იყო ნათქვამი მარიამზე იყო დაწერილი მათეს პირველ თავში ახლა უცებ გადავიკითხა მათე პირველის თექსტში რომ იოსების საცოლი იყო მარიამი და იქ აპირებულად ხსენებული მათეს ერთის თექსტში მერე არის მათეს ერთის 18-ში რომ როგორ მოხდა იესოს შობა რომ სულიწმინდი ჩაესახა მარიამს იესო და ასე შემდეგ და შემდეგ ლუკას პირველი თავის 27 მოხში იქ წერია რომ როგორ მოვიდა ანგელოზი ღმერთისგან და ახარა მარიამს რომ შენ დაბადებო შვილს სულიწმინდი გადმოვაო შენზეო და დაბადებო მესიას და უთხრა იოსებს რომ დაარქვიო მას იესო მოკლედ აი ეს ადგილები მერე იოანეს მეორე თავი სადაც იესო და მისი ოჯახი დედამისიც იყო და დაპატიჟებული იყო ქორწილში კანაში და სადაც იესომ წყალი აქცია ღვინოდ იქ მარიამის იყო თუ გახსოვთ მარიამი რევნევა მერე მუშებს როგორც გეტყვით ისე გააკეთეთო იქ ჩანს მარიამი კიდე მარიამი ჩანს იესოს ჯვართან სადაც იესო ეტყვის იოანეს აი დედაშენი ხოლო დედამისს ეტყვის დედაკაცო აი შენი შვილი და მერე იოანეს მიყავს მარიამი თავის სახლში და შემდეგ ბოლო ადგილი სადაც იხსენიება მარიამი ეს არის მოციქულთა საქმის პირველი თავის მე-14 მუხლში იქ წერია ყველა შეკრებილნი იყვნენო მოდი ამას მეც გავხსნი მოციქულთა აგერ პირველი თავის 14 მუხლი ყველანი ისინი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან ძიმე იესოს დედა მარიამთან და მის ძმებთან ერთად ტოჩკა всё იმის შემდეგ ახალ აღთქმაში ერთხელაც არ არის ხსენებული მარიამი რატო მე გეტყვით რატო მიახლოებით მე ხო ვკითხულობ ამას 1988 წლიდან ვკითხულობ ამ წიგნს ბიბლიას მაგრამ основной ეს არის ახალი აღთქმა ნაღვე რამდენი კანალები მაქვს სპეციალურად გაჯავრეთ რომ თქვენს გააკეთოთ 1 2 3 4 2 3 5 კანალიანი მაქვს სადაც ვდგევარ იქ სადაც ვაგრძელებ და მეხმარება თქვენს გააკეთეთ ერთი არ გეყოფათ რატომ არ არის ხსენებული არც იაკობი მოციქული არც პეტრე არც იოანე მოციქული იაკობი პეტრე იოანე პავლე მოციქულის ეპისტოლეებით სავსეა სახარება ბოლო გამოცხადება
არსად არ არის იესო ქრისტეს დედა მარიამი ხსენებული. რატომ? ოთ ბაჩემო, აი რატომ? იმიტომ რომ მარიამი იყო ის პიროვნება, რომელიც ძმებო და დებო, მეგობრებო, ღმერთმა ამოარჩია. ხო წერია რომ ღმერთი დახედავს ყველას ასე. იესომ თქვა, ღმერთი ეძებს თავისთვისო სულით და ჭეშმარიტებით თაყვანისმცემლებს. ხაზი გაუსვით, ეძებს. Бог ищет поклонников в духе и в истине. ღმერთი ეძებს. აი ასე, იეს რო დაბადებულიყო, მას ჭირდებოდა სხეული, ადამიანი, ქალის სხეული ჭირდებოდა ორგანო, რომ ჩასახულიყო და დაბადებულიყო პატარა ბავშვი. ჰალე ჰოპ და დიდი იესო კი არ დაიბადა. პატარა იესო დაბადებულიყო, მაგრამ როგორ დაბადებულიყო? ქალის გარეშე. საშუს გარეშე, არ დაიბადებოდა. და ეს ესაია წინასწარმეტყველმა თქვა რამოდენიმე საუკუნის წინ, ასეთი სასწაული მოხდებაო, სნამენი ნიშანი იქნებაო ისრაელ, რომ ქალწული, ქალი კი არგას, ქალწული, ვისედაც კაცი არ გაკარებია თითითაც, აი ასეთი ქალწული დაბადებსო ბიჭს და მოვაო ძე ღმერთისა, მესია. და ღმერთი, მე ახლა ჩემი იმით რომ ლაპარაკობ, ღმერთი უყურებდა, ეძებდა, ვინ ამერჩი. იცით იქ რამდენი გოგონები იყვნენ? რამდენი გოგონები იყვნენ? იესო რო დაიბადა იქ, მარიამი რო ცხოვრობდა იქ, მთელ ისრაელში. გოგონების მეტი რა იყო? ბევრი გოგონები იყვნენ. რატომ ამოერჩია ღმერთმა მაინც მარიამი? თუ ვინმეს გონია რომ მარიამი იმიტომ ამოარჩია ღმერთმა, რომ იგი მაგარი ლამაზი კანის იყო, კაი ტუჩები ქონდა და კაი წამწამები ქონდა და კაი წელი ქონდა, მოტყუებული ხართ. ამას ღმერთი ასე არ აკეთებს. იმიტომ რომ თვითონ ღმერთი ამბობს ძველ ახმაში. უთხრა წინასწარმეტყველს, შენ უყურებ, ადამიანი უყურებსო სახეში, მე უყურებო გულში. ესე იგი აქედან გამომდინარე, ღმერთი არავის არ უყურებს სახეში. ღმერთი ერჩევს გულში, გულით. და ღმერთი უყურებდა და ფიქრობდა, ვინ აიტანს ამისთანაც დიდ უმძიმეს მსახურებას და ამ მოვალეობას, ამ ტვირს ვინ დაიტევს და მხოლოდ დაიტევდა მხოლოდ თამდაბალი პიროვნება. სიამაყეს ჭაჭანება არ უნდა ყოფილიყო იქ. ეხლა მაგალითად, თუ დახარ, ქალი ხარ, ანდა თუ კაცი ხარ და წარმოიდგინე შენ თავი გოგოთ და შენგან შენ ამოგირჩია ღმერთმა და შენგან დაიბადა ღმერთი ხორცში. იცი რა დაგემართება? ზოგიერთები იმას ვიღაცაზე ილოცებენ, განიკურნება და მთელ ინტერნეტს ამოდებული. მე აჩვენებენ იმ მომენტებს, როგორ იქცევა ვიღა. კაცო არ განკურნებულა, უბრალოდ მარტო წაიქცა, ხელი დაადო და ცხებულებამ წააქცია და აი ეს მიდის. აი როგორ შეხო და წაიქცა. აი მე როგორ შევეხე. მე რომ ვილოცე, ის განიკურნა კიბოსგან, მე რომ ჯერ განკურნება, რომელსაც ღმერთი აკეთებს, ამას ვერ იტევს ის კაცი. და შენგან რომ ღმერთი მოევლინება და შენ რომ დაბადებ ღმერთს ხორცში, ეს რა აიტანა? იცი როგორი თანდაბალი უნდა იყო? ამისამას ეძებდა ღმერთი, ასე ეძებდა. ჩემ ბურად ვაპარაკო და თქვა, აი, ის კეკლუცანა, ის თამდაბალი. უყურე, სახშის როგორი თამდაბალია, ამ ხანაგებშიც. როგორ იქცევა მეგობრებში. აი მარტო როგორ ლოცულობს თავის ვინ ცუდად მოექცა იმაზე. აი როგორია მის გულში, არა წყენას არ ახსოვს. აი როგორ აქებენ და როგორ ცხვენია. მე ჩემ ვარ ლაპარაკობ, ის ლაპარაკობ. ღმერთმა თქვა. არა, ისრაელში ამაზე რო თანდებას მე ვერ ვიპოვი.
იმენო ისრაელიდან უნდა ყოფილიყო, ებრაელებიდან უნდა ყოფილიყო ეს გოგონა. და თვალის არჩევანი შერჩა მარიამს. იცით საიდან ვიცით? იმიტომ რომ როცა მარიამი აღიქვსო სულიწმინდით, ეს სულიწმინდა მაალაპარაკა მარიამი ჩვენთვის, შენთვის და ჩემთვის. რომ ჩვენ მივხვდარიყავით. აუღრეთ. ლუკას სახარების თავზე მეორე თავია. არა, პირველი ყოფილა. პირველი თავი. მარიამი აღიქვსო სულიწმინდა ლაპარაკობს. იზე იმას სულმა ჩემმა ღმერთზე, ჩემს მაცხოვარზე. და მე ვარ ჩემს მაცხოვარზე. კაი, დავიყავი ხელში. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის, ესე მსახურის. მხევალი უწოდა თავისავს. მოხედაო თავისი მხევლის, რასო? თამდაბლობას. თამდაბალი იყო მარიამი. აი, ამიტომ ამოირჩია ღმერთმა ჩვენი მარიამი. და მარიამი მერე არ ჩანს. არს იაკობი, არს იუდა. ხო დამავიწყე. იუდას იყო ეს იესოს ძმა. მას არ თქვია ჩვენი უფლის მაცხოვარი და დედა ჩემი. საერთოდ არც უხსენები არავის, არც დედა და არც მარიამი. მოციქულებში რამდენჯერ იხსენებენ? გახსოვთ პავლე მოციქულის წერილები გაიხსენეთ? მოგითხვა იმას, გადაეცით მოგითხვა ამას, იმ სახლს, იმ ეკლესიას. ერთი სახელი არ ჩაწერა სულიწმინდამ, მოგითხვა მარიამ. დაჟე მოგითხვას არ აღირსა ღმერთმა. იცი რატომ? მარიამმა დაამთავრა თავისი მსახურება და სცენიდან გავიდა ლამაზად. მას არ უთქვია, ეხლა იესო რომ ამახლდა. თქვე, ისა, ჭუის ყოლაფები მოდით აქ. ხო იცით მე ვინა ვარ? ხო იცით მე ვინა ვარ? ისა. ამიტომ ვაცრავად მაგნიტი. ამიტომ ყველამ ისა გააკეთეთ ახლა ის ტახტი გამიკეთეთ, დაჭედეთ რამე სკამი, მოოქროვილი. ბრილიანტებით გააწყოთ და დამასკობეთ იქ მე და მატარეთ. როცა გექნებათ ლოცვა, მეც წამიყვანეთ და დამსვით იქ და ცოტა ჩემზეც კიდე ილოცეთ, მე რომ არ დამებადა იესო და ტრალი ვაი ამისანა. აი, ამისანა არ იყო მარიამი. წინა იმ რომ გამეთიშა იმ ვიდეოში ვთქვი ასეთ რაღაცა იოანეზე. როცა იოანეს შემდეგ დაიწყო იესოს მსახურება, ყველა ხალხი წავიდა იესოსკენ. და იესოს მოაკლდა ხალხი. დაჟე მოწაფეების გადავიდნენ იქით. და უჩივლეს, მოვიდნენ იოანეს მოწაფეები და ეუბნებიან იოანეს. იოანე, როგორ რამბავშია ეს იესო ვიღაცა? ნაზარეთიდან, შენ რომ მონათლე, ამას წინათ. ყველა ამასთან მიდის. გუმოსულები იყვნენ. იოანე, სუსტად იმიტომ მოვედიო მე. მე უნდა დავპატარავდეო. და ის უნდა ამახდეს. აი, ნამდვილი სულიერი ხალხი ასე იქცევა. ის კი არა, ზოგიერთი ვიღაცა დაიწყებს კრებულს ეკლესიაზე, აქეთ შურიანები. ეს როგორ მოაწყო კრებული. რამდენი ხალხი ყავს იმას. მაჯობა. გაჯობა კი არა. გიხაროდეს, იმდენი ხალხი გადარჩე. შენი გასაკეთებელი იმან გააკეთა. გეხმარება ყანაში, როცა შენ მარტო იმას მუშაობ ყანაში, თოხნი რაღაცას და ვიღაცა რომ მოვა შენთან დაგეხმარება, გეწყინება? კაცო, თუ ის არ გეწყინება, ყანაში რომ გეხმარებიან, ის რატომ წqins ვიღაცა რომ იწყებს კრებულს, ვიღაცა რომ ქადაგებს, ვიღაცა რომ ბევრი ხალხი ინანიებს მისგან, რატომ გშურს იმისი? ჯერ ეს გშურს შენ. ცოტაზე ლაპარაკობ, შენ არა კაცი, მეორე. სხვაზე ლაპარაკობ. თუ ეს შურს მორწმუნეებს. მაგრამ ასეთი არ იყო იოანე. იოანე იყო სულიერი კაცი. ის იყო წინასწარმეტყვილი. დაჟე იესომ იოანე მოსეზე მაღლა დააყენა, იმიტომ რომ იესომ თქვა,
კაცთაგან ქალს არ უშვიაო იოანეზე უფრო დიდი. სასწაულში კი ყველაზე ბუცუცუნია პატარა ბუჩულია მორწმუნე იოანეზე დიდიაო. ამიტომ მარიამზე გადავიდეთ ახლა ჩვენ. მარიამის ასეთი იყო. მარიამს არ გამოუყოფია თავი. მე მეგრგო წილხვედრილი ქვეყანა საქართველო. ვინ გითხრათ ეს ზღაპარი? წილხვედრილი თუ ვინმე ერი არის და მიწა ეს ისრაელია. დაჟე იესოს ეროვნება არ დაუკარგია გამოცხადებაში წერია აი ვნახე ლომი საქართველოდან იწერია აი ვნახე ლომი იუდას ტომიდან იესოს თავისი ეროვნება დღესაც გააჩნია იუდა ეს ისრაელის ერთ-ერთი ტომია ასე რომ თუ წილხვედრობა არის თუმცა ეს არ არის მაგრამ თუ წილხვედრობა არის ეს არის ებრაელი ამიტომ ქართველო ჩამოთქვევი დაბლა შენს ადგილზე მე მიდიხარ ზევით თორე გეტყვიან გააცარიელი ეს ადგილი იესო რო თქვა როცა მოხვალ სუფრაზე ნუ დაждები პირველ ადგილას გეტყვიანო დავაი წადი უკან და შეცხვებიო აი ასე დაემართება მეოცნებებსაც ასე რომ თელ ახალ აღთქმაში არსად არ არის მეგობრებო იესოს დედაზე მეტი ლაპარაკი რატომ იმიტომ რომ სული წმინდა მარინება მეტი არაფერი სული წმინდა ვაფშე რამე რო დაწერილი იყო პატარა მაინც აი იმაზე ააგებდნენ მოძღვრებას კიდო აი რო არ არის ისე ააგეს უკვე კათოლიკებს ხო ხანდაკება აქვს და всё თუ მარიამი არ გწამს შენ არ ახარ ქრისტიანი არადა რა წერია ბიბლიაში პავლე ამბობს ვიდრეკ მუხს მარიამის წინაშე არა პავლე ამბობს ვიდრეკ მუხს ვის წინაშე სეცერი მამის წინაშე წავიკითხოთ ფილიპელთა არა ეს სხვა არის მივადგები მათგილს მოციქულები არავინ სახარებაში არსად არ წერია რომ ჩვენ ვიდრეგდეთ ვინმე წმინდანის ან დაწყებული მარიამის წინაშე მუხს ეს არის კრეხელობა ეს არის ცოდვა არის ეს არის წყევლა და მე არ მინდა რომ ქართველიერი ჩემი მეგობრები ამხანაგები თანაკლასელები მეზობლები წყევლის ქვეშ იყვნენ იმიტომ ლაპარაკობ ამას მეტი შენ თუ გინდა კაცო მარიამსია რაზე ვის გინდა იმას ეთაყვანე ეგერ ინდიელებს ვინა ის ინდოელებს კრიშნა ყავთ მე სპილო ყავთ ძროხა ყავთ აქეთ აყვანსენ მე იმის ხორს იგიტყიდიან სხვაგან თვითონ აკლავენ სხვა საკლევინებენ თუ გინდა ის დაიყენე ღმერთად თუ გინდა რამეში გამოჭედე შენი ხელი დგას გამოჩარხე რამე და მე იმას იულს რამდენის გინდა ეს შენი ნება მაგრამ ვინც ეძებს სიმართლეს ვისაც ჭეშმარიტება უყვარს იმათვის ლაპარაკობ მოციქულთა საქმე პირველი 14-ის შემდეგ მარიამის ხსენება არ არის საერთოდ არც ერთ მოციქულს არ უხსენებია და ეს გაკვეთილი უნდა იყოს ვისაც უყვარდა ვისაც არა და არიან ხალხი რომლებიც სატანას კეთებენ თაყვანს ეს მათი ნება შეიძლება რას გინდა ესკენ და მე გავშვიდი ახლა ერთ ადგილს ეფესელთა 3:14-ო ეფესელთა 3:14 ორი პავლე რასერს ამისათვის ვიდრეკ მუხს ჰედა მარიამის წინაშე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამის წინაშე ვისგანაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და ქვეყანაზე ეს ერთი ადგილი მეორე ადგილი ფილიპელთა 2:10 ფილიპელთა 2:10 რათა
მეცხრე. ამიტომ ღმერთმა აღამაღლა იესო და მისცა მას ყველა სახელზე უმაღლესი სახელი. ღმერთს აქვია ბევრი სახელები. აი ყველაზე რო დიდი სახელის წოდება მიანიჭა ღმერთმა იესოს სახელს. რათა მეათე მუხლი იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს მუხლი. იესოს წინაშე და არა მარიამი და პეტრე და იოანე და გაჭედილი რო გაქვთ და რო აქვთ ტაძრები და კედლები. ერთმა კაცმა ჩართო რაღაცა და მოვლეთ კატალოგზე არ ქონდა მარტო ხატი. ალბათ იმას კიდე ფიქრობდა ალბათ. იქაც არა ალბათ შეეშინა რამე ღმერთი არ გამიწყესო და კედელის იმას ვერ ნახავდი. ბრიტვას ვერ ჩადებდი, სადაც ერთი მეორეზე ხატები იყო მიწლებული. ყველა იყო ვიღაც წმინდანი, ვიღაცები და აი ამათ ლოცვებში. არადა სახარება ამბობს იესოს სახელის წინაშე ეს მუხლები მხოლოდ უნდა მოიდრიკოს იესო ქრისტეს სახელის წინაშე და რის წინაშეც იდრექშენ მარიამი იქნება, პავლე იქნება, პეტრე იქნება, წმინდა გიორგი იქნება, შენ ცოდვაში ხარ, შენ გრეხში ხარ, შენ ღმერთს აბრაზებ. ღმერთის რისხვას იწვევ. ხო ეს შლანგს რო იდევენ პირში და ბენზინს რო ასხამენ, წყალს რო ასხამენ, აი ასე გიდევს რაღაცა და ღმერთის რისხვას ეკაჩები აქეთ. სტოპ მსმენელო, სტოპ გაჩერდი. მხოლოდ იესო ქრისტეს სახელის წინაშე უნდა მოიდრიკოს შენმა მუხლებმა, არა მარიამის წინაშე, არა წმინდა გიორგის წინაშე. მალე იქნება ალბათ ილიას წინაშე იქნება მალე. სულ მალე იქნება. გააწმინდავებენ და ილიას ხატების წინაშე დაიწყებენ ახალი შთამომავლობა ალბათ ის არის. ჩვენი ბავშვები დაუწყებენ ალბათ. ჩვენი კი არა ღმერთმა დაუფორეს ჩვენს ბავშვებს. თქვენი ბავშვები დაუწყებენ ალბათ ილიას ხატს კი თაყვანისცემას. ეს არის ეს ღმერთს აბრაზებს. ეს ღმერთს არ უყვარს. ეს ეშმაკს უყვარს. ეშმაკს არ უნდა იესოს წინაშე მოიდრიკოს ადამიანმა მუხლი, ამიტომ სოსკებს აძლევს. ყველას თაყვანი ესი ოღონდ იესოს არა. კაი იესოს თაყვანი ესი კაც ოღონდ ჯერ ამათესი თაყვანი. ერთხელ ტაძარში მივედი და იესოს ურწმუნო ვიყავი მაშინ და უსვადი იესოს იმაზე მივედი ხატთან. მითხრეს სადმე მინდიხარ? მე ვხარ რატომ გასა იესოს ამინდა მიგლოცვა. არა, აქედან დაიწყება. იმას უნდა თქო, მე ის იმას ეტყვის, ის, მე მარიამი და მე მარიამი ჩაგიწყობსო ცავის შვილთან საქმეს და მერეო. და ამათ ყოველთვის იყო ყოველთვის სანთელი და სანთები. მათთვის პეტრე ბატონო, თქო, წმინდაო პეტრე, ჩამიწყო საქმე პავლესთან, პავლე იმასთან და მე მარიამთან და მე და ეს უნდა ეშმაკს. არადა ეს მუხლები იმიტომ მოგცა ღმერთმა, რომ მხოლოდ იესოს წინაშე მოიდრიკოს შენი მუხლი. და თუ არ გააკეთებ, მოვა ის დღე. აუცილებლად მოვა. ყოველი კრიშნაიდი, ყოველი ბუდისტი, ყოველი მუსულმანი, ყოველი რა ვიცი მე, მარიამის თაყვანისმცემლები და წმინდა ყოველას იზულებით. აქ იცი რა წერია? მოიდრიკოსო მუხლი ყოველმა ზესიერმა, ეს ანგელოზები, მიწიერმა ადამიანები და ქვესკნელის ყველა ბოროტსულს მოუწევს იესოს სახელის წინაშე მუხლებზე დადგომა. ერთ მშვენიერ დღეს. ასე რომ სანამ იზულებით მოგიდეკე და მოგიხდება მუხლის დაჩოქვა იესოს წინაშე და არა მარიამის წინაშე. ამიტომ სანამ დროა ეხლა გააკეთე ის შენ. ასე. შემდეგ პირველი ტიმოთეს მეორეს მეხუთე. პირველი ტიმოთე მეორე თავის მეხუთე მოხლი. ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი. რაო? მარიამიო? თუ პავლე? პავლე თქვა, ვინა ვარო მე, ვინაო? პეტრე, პავლე, ბარნაბა.
ერთი არის ღმერთი. აქ წერია რომ ერთია ღმერთი და ერთია ერთი ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი. ვინ? კაცი იესო ქრისტე. იესო ქრისტეა შუამავალი. შუამავალი არა მარიამი. შუამავალი არა წმინდა გიორგი. შუამავალი არ არის პეტრე, პავლე და ბარნაბა, ბარბარე და ვიღაცები, პაგეშკები. არ არის ეს წმინდანები. არავინ არ არის ღმერთსა და შენ შორის შუამავალი. დაივიწყეს, ეს არის ეშმაკის ზღაპრები, ეს არის ეშმაკის მოძღვრება, ეს არის სატანის დიალექტი, ეს არის ბოროტის სულების მოძღვრება. მარიამს არასოდეს არ უქნია ეს. მარიამს არასოდეს არ მოუნდომებია ეს. იესოს არასოდეს არ დაუჯიკავებია არავისთვის რომ ჩემდიდა საყვანიესით. მოციქულებს არასოდეს არ უხსენებიათ მარიამი. სული წმინდას არ ჩაუზერია ეს. და ვინ სატანამ მოგიტანათ ეს? ეს ეშმაკმა გააკეთა და რომელსაც მოეგო ანკესივით ქართველები. და ისინი ვითომ ღმერთი რო წამ, ღმერთი კი არ გწამს შენ. შენ არაფერი არ გწამს. შენ ღმერთი რომ გწამდეს, შენ მარიამს მხოლოდ პატივისცემით მოიხსენიებდი, რომ მაგალითად აიღებდი, აი მარიამივით თამდაბალი გამხადე უფალო. მარიამივით ასეთი გამხადე, რომ შენი გული მოვალბო, შენ მოგეწონო ღმერთო. ღმერთმა მარიამმა თქვა, მოხედავ ღმერთმა თავისი მხევლის, მსახური კი მხევლის მონა, თავისი მონის თამდაბლობას. თამდაბლობის გულისთვის იქნა არჩეული. ამას ღმერთი ეწინააღმდეგება. თამდაბლებს იმათს ანიჭებს. ასე რომ სატანის მოძღვრებას ნუ დაუკრავ ტაშს და წიტი ყვაყვას ნუ ითამაშე მასთან. დაანებე მათ თავი. მოინანი რას გითაყვანებია, რას გითქვია, რას თაყვანი გესემია მარიამისთვის უთხარი, ღმერთო უილცობით მოვივიდა. ღმერთო მაპატიე, ვინანიებ. აწი მხოლოდ შენ წინაშე მოვიყრი მუხს, მხოლოდ შენ თაყვანს, ჩემო ღმერთო რამე თუ სახარება ამბობს, სულიწმინდა ამბობს, რომ შენსა და ჩემ შორის უნდა იყოს მხოლოდ ერთი შუამავალი. შენი საყვარელიზე ჩემი უფალი იესო ქრისტე და ამინ. ამას ასე თუ ილოცებ, ღმერთი მოგიტევებს თუ არა და პასუხს აგებ როგორც სულიერი კრიმინალი, კერპ თაყვანის მცემელი. რომელთა 8:26. რომელთა 8:26. ეხლა ერთი წუთით. ასევე კიდევ უყური ვინ არის შუამავალი. ასევე სული, ეს სული წმინდა. სული წმინდას გვეხმარება ჩვენს უძლურებაში, ვინაიდან არ ვიცით რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული წმინდა შუამდგომლობს, ჩვენთვის გამოუთქმელი ოხრით. გულთამხილავმა სული წმინდამ იცის ჩვენი ზრახვა და იგი ღმერთის ნებით შუამდგომლობს წმინდანებისათვის. ეს გამიგებს ამას მე მაგზანშვებული ხალხი, რასაც ვკითხულობ ახლა. და კიდევ ერთი ადგილი. რომელთა 8:34. ვინ დასდევს მსჯავრს ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და მით უმეტეს რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღმერთის მარჯვნივ არის იგი იესო და ის შუამდგომლობს ჩვენთვის. მარიამი არა, არც პეტრე და არც წმინდა გიორგი და არც ბარბარე და პაგრიშკა, მხოლოდ იესო ქრისტე, რომელიც მოკვდა და აღდგა, იგი ღმერთის მარჯვნივ არის და პავლე ამბობს, ის შუამდგომლობს ეხლაც ჩვენთვის. всё. იმიტომ რომ შუამდგომელი ღმერთსა და ადამიანს შორის მხოლოდ ერთია. არტ კაკალია. მხოლოდ ერთი. იესო ქრისტე. დანარჩეები ვიკინგშტეინ გაუკეთე ყველას. მოიშორე ყველა. წმინდანი, თუ ვინმე წმინდანი იყო, მოიხსენია როგორც აი წმინდა კაცი იყო. წამდა იესო და დამთავრდა, всё, სტოპ. არც იმისი ხატებისა
ჯერ თუ სურათია მაგათ კაი სურათი იყოს მაგრამ თუ მაშინ თაყვანსემ წმინდა გიორგი ვაფშე არც ვიცი წმინდა გიორგი იყო თუ არა წმინდა სხვებსაც ამბობენ დადიოდა ხანჯლები და მუსრავდა ხალხს წმინდა პეტრე წმინდა იოანე კაი დაუშვა და სურათის გაქვს რადგან ამარა მაინც თუ გაქვს მაგრამ თუ შენ მას დაუწყებ ლაპარაკს და ლოცვას შენ ხარ კერთაყვანი მსმელი შენ ღმერთს ან რისხებ ასე რომ არავით არის ხატი ღმერთი როგორც მარიამს ეძებდა ასე თქვა იესო მე არ მეთქვია იესომ თქვა ღმერთი ეძებსო სული და ჭეშმარიტებით თაყვანი მსმელებს თავისთვის იესომ თქვა ეს არ ჯერა იოანეს 4:24 ხმა ჩამიზაგინადა უკაცრავად მაგრამ მე ბოროტსულებს არ ვითამაშები 2:4-24 იესო ამბობს 23 დგება ჟამი ახლა არის როდესაც ჭეშმარიტი თაყვანი მსმლები თაყვანს სემენ მამას სული და ჭეშმარიტებით რადგან მამას ასე თაყვანი მსმლებს ეძებს ვისთვის თავისთვის რადგან მოხდა ეს ლაპარაკი იმიტომ რომ იმ ქალმა უთხრა ჩვენ აქცენტო თაყვანსო თქვენ იერუსალიმშიო და ასე ერთი ამბავი არისო აქ იესომ უთხრა გჯეროდეს დედაკაცო ის კალი ამბობს ჩვენი მამები ამ თაზე სემენ თაყვანს თქვენ კი ამბობთ იერუსალიმში ადგილი არისო სადაც უნდა სცემდნენ თაყვანს ტაძარი იმ ტაძარში სიონის ტაძარი სამების ტაძარი რა პავლე პეტრეს ტაძარი იესომ უთხრა დედაკაცო გჯეროდეს ჩემი რომ დგება ჟამი როცა არც ამ თაზე და არც იერუსალიმში ეს ყველაზე უფრო მთავარი პირველი და უმთავრესი ტაძარი იყო და იესომ თქვა თაყვანს უკვე აღარ სემენ მამას დამთავრდებაო იმის დრო თქვენ არ იცით რა სცემთ თაყვანს ჩვენ ვიცით რადგან ხსნა ქართველებისგან კი არა იუდევლებისგანაა მაგრამ დგებაო ჟამი და ეხლა არისო უკვე მოვიდაო რომ ჭეშმარიტი თაყვანი მსმლები თაყვანს სემენ მამას სულით და ჭეშმარიტებით რადგან მამას ასე თაყვანი მსმლებს ეძებს თავისთვის ვინაიდან ღმერთი არ არის სურათი იესო ამბობს ღმერთი არის სული და მისი თაყვანი მსმელნი თაყვანს უნდა სემდნენ სულით გულით სულიწმინდით სული და ჭეშმარიტებით ესაა ჭეშმარიტება თუ შენ თაყვანს არ სემ ისე როგორც ეს ამბობს შენ ხარ კერთაყვანი მსმელი დაგჭიმენადა და კიდევ ერთი ადგილი ბოლო ებრაელთა 6:20 ებრაელთა 6:20 და დამთავრდა დიდება შენ უფალო ჩვენო ერთადერთი შუამავალო 6:20 ბოლო მხლი სადაცო ჩვენთვის წინა მორბედად შევიდა იესო და გახდა უკუნისამდე მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით ერთი მღვდელი მყავს ღმერთის წინაშე შევიდა ჩვენთვის და შუამდგომლობს როგორც პავლე ამბობს ღმერთსა და შენ შორის არავინ არ დააყენა მარიამ თავი არ დაუყენებია იესოს არ დაუყენებია მოსიქულებს არ დაუყენებიათ სულიწმინდას არ დაუყენებია ვინ დაგიყენა მე გეტყვი ვინ სატანა ქვია იმას ბოროტის სული ამიტომ უთხარი пошел ты вон дьявол დევნი ჩემგან ყოველგვარო სიცრუის მამაო ტყუილის მამაო იესო ნაზარეველის სახელით მე ვცემ მხოლოდ ერთ რა თქვა იესომ მხოლოდ შენ ღმერთს თაყვანი ესი და მხოლოდ მას ემსახურე აი ეს გაიმჭვალვი ირწმუნე მხოლოდ იესოს წინაშე ფეხის მოდრეკა არავით არის მარიამი არავით არის პეტრე და პავლე და ივანე და ვიღაცები ბარბარეები არა თუ ვიღაცა წმინდანი იყო ღმერთმა აკურთხეს იქ არიან არც ერთ წმინდანს არ ჭირდება თაყვანისცემა ეს არის ეშმაკის მოძღვრება ასე რომ მაპატიეთ ბევრი ლაპარაკი უფალმა გააკურთხოთ დაგლოცოთ ვისაც გეტყვილებათ ჭეშმარიტება და სიმართლე უფალი გაკურთხებთ ვისაც არა და უფალი მოუვლენსო
მათ მცდარ მოქმედებას, რომ ირწმუნონ სიცრუე. რატომ? იმიტომ რომ არ ეამათო სიმართლე. ფრთხილად იყავი. ისე არ ქნა რომ სიწმინდეს, სიმართლეს და ჭეშმარიტებას ფეხი გადააბიჯო. არ გადააბიჯო, თორე ტყუილს ირწმუნებ აუცილებლად. და მერე იმისთვის პასუხს აგებ. მარადიულობაში. უფალმა გვაკურთხოს, დაგლოსოს, დაიფაროს ჩვენი ერი, ჩვენი ქართული ხალხი და ყველა, ვინც იესოს გარდას ცემს თაყვანს. ყველას მოენანიებინოს და დაბრუნებული იყოს თავართან. იესო ქრისტესთან. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, აბა ჰე და აბა. დიდება იესო ქრისტეს. ამინ.